ხელშია. რა მაგარია, რომ ესე ვიწყებ. კვირას ესე ვამთავრებ და კვირას ესე ვიწყებ. კარგია, ხო? მართლა სამზარეულო გვჭირდება ყოველდღიურობაში, რა სიზამ. აქ დღეს ვამზადებთ ორ სხვადასხვა კერძს და ვფიქრობ, რომ დესერტსაც ორს მოვამზადებთ, იმიტომ რომ ორივე იქნება უმარტივესი. დღეს ვაკეთებთ შვრიით ატმის და მოცვის დესერტს, რომელიც ორ წუთში მზადდება და უბრალოდ შვრიას ზემოდან მოვაყრით, რაღაცნაირი ესეთი ხრაშუნა, კნატუნა დესერტი გამოდის, რომელიც ძალიან უხდება შემდეგ ცივ ნაყინის მაგალითად და ასე შემდეგ. ამისთვის კი პირველ ეტაპზე ყავისფერი შაქარი მოვაყარეთ ესე ტაფაზე, ხელი აღარ ვახლე, ვაცალე რომ ეს დამდნარი იყო კარამელი. მივიღეთ და შემდეგ უკვე გადავიტან აქ ატამს. იგივე პრინციპით შემდეგ გავაკეთებ მოცვს. ატამიც ესე ნაწილ-ნაწილ გავთალე, არა მთლიანად, ცოტა კანი შევუნარჩუნეთ, რომ მე მიყვარს და თუ გირჩევნიათ, შეგიძლიათ მთლიანად მოაშოროთ. ახლა ამ კარამელში, როდესაც ამოვავლებთ, უკვე გადავიტანთ გამოსაცხო ფორმაში და ზემოდან მოვაყრით ცომის მასას. ცომი ახლა მაგალითად ზირება ხდება? ეს არის? რა დღეს ჭირდება ლიკუნა ამ პროცესს? აი ძალიან ცოტა შეგვიძლია ეს ყველაფერი პირდაპირ იმაშივე გავაკეთოთ ღუმელში. უბრალოდ ჩვენ ახლა ცოტა მეტი დრო გქონდა და მე ტაფაში დავიწყე ამის მოწალვა. თუმცა შეგვიძლია რომ პირდაპირ ერთი ტაფის პრინციპით მოვამზადოთ და გავუშვათ შემდეგ ეს ყველაფერი ღუმელში. მანამდე კი უნდა მოვამზადოთ ცომი, მაგრამ ცომი ესეთი ხმამაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ უმსუბუქესი მასა უნდა გავაკეთოთ შვრიით. გემოვნების ამბავი აქ პროპორციები, რადგანაც ჩემი გათვლით აი ორი ულუფა ხილი და ერთი ულუფა შვრია კარგი არის ხოლმე. ვიღაცას მეტი ხილი უყვარს, ვიღაცას პირიქით უფრო მეტი ცომი მოწონს და არა, ატამს პატივს ვცემ, მაგრამ იცი რა მაინტერესებს ლიკუნა, ატმის გარდა სხვა ხილითაც შეიძლება. კი, ნებისმიერი ხილი იგივე პრინციპით. ატამს რა დაუწუნე? არა, პირიქით ხო ვთქვი რომ პატივს ვცემეთი ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელია, უბრალოდ ლიკუნა რასაც აკეთებს, როგორც წესი ლიკუნას რაც აქვს აქ გაკეთებული, მე არასოდეს არაფერი არ გამისინჯოს და სულ პირველად სინჯავ ხოლმე. არა. მე მეგონა რომ აღწევდა თავისი წილი ულუფა და გაოგნებული სახით მოყურებდი. მაგ მხრივ პრივილეგიით სარგებლობ ლიკუნასგან და შენგან და პროდიუსერებისგან და შესაბამისად მადლობელი ვარ. ფერხორცეს მეტყობა მე მგონი. ხო. ჩვენი აჯობებს. კი ლაშა, დღეს გაგასინჯებთ, ძალიან გემრიელი იქნება. კარგია რომ აღიარეთ, თორემ მეც მანდვე ვიყავი. ესე იგი, შვრიას ვამატებთ, ასევე გავაკეთეთ, შეიძლება ითქვას ნუშის ფქვილი. უბრალოდ დავაბლენდერეთ ნუში და მივიღეთ ამით ნუშის ფქვილი. აქვე ვამატებთ და ორ სუფრის კოვს ვამატებთ ასევე ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილს. და აქვე შეგვიძლია ახლა ესე ცივი კარაქი ხელით ჩავზილოთ ამ ყველაფერში, თუმცა რადგანაც ჩვენ სამარხო ვერსიას ვაკეთებთ, გამოვიყენებთ ზეითუნის ზეთს და მივიღებთ აბსოლუტურად იგივე ხრაშუნა მასას მას შემდეგ, რაც ეს გამოწყვება. ეხლა ისღა დაგვრჩენია, რომ ამ ფორმაში გადმოვიტანოთ ჯერ ხილი და შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ ჩვენი ძალიან გემრიელი აი ესეთი კნატუნა ცომი. ნუ ცომს ვეძახი, მაგრამ რეალურად თქვენც ხედავთ, როგორი მსუბუქი მასა არის. მსუბუქია და ყველაფერთან ერთად თან ხო კი მეტად ჯანსაღი არის და ის განმავლობაში შეგვიძლია რომ ენერგიები ავივსოთ. ძალიან გემრიელია ცხლად რომ მიირთვა. თუმცა შეგვიძლია რომ რა თქმა უნდა მერე მაცივაში ჩავაციოთ და შემდეგ მივირთვათ. ასევე გავაკეთებთ ბაგეტში, შეიძლება ითქვას რომ პიცასავით გულსართებს გავუკეთებთ ბაგეტს, შემდეგ ამას ღუმელში გამოვაცხობთ და ძალიან მარტივ გემრიელ აი ესეთ პურში გვექნება. აუ რა კარგია. სენდვიჩი თუ პიცა, არ ვიცი თქვენ როგორც გნებავთ, ისე დაუძახეთ და რაც მთავარია ეს ყველა ცინცხალი და ძალიან ვიზუალურადაც ლამაზი პროდუქტი ჩვენ გუდვილმა მოგვაწოდა და თქვენს ძალიან მარტივად შეგიძლიათ გუდვილ წერტილი ჯიზე შეხვიდეთ და თქვენს მიერ სასურველ მისამართზე მოგაცვდის გუდვილის გუნდი უმოკლეს დროში ამ ყველაფერს. კარგი ლიკუნამ გააგრძელოთ მაშინ ფუსფუსი. კი ბატონო. ჩვენ ისე არაფერი გამოგვაყარო, რაც არა, ყველა ეტაპი იქნება ფეხდაფეხ ნაბიჯ-ნაბიჯ მოუყვებით. დავამტკიცებ მაგას გამორიცხული. მოკლედ წავიწიოთ. სიტყვა ვერ არ არსებობს.
ამასობაში ნახეთ თქვენთვის დავტოვე ეს ეტაპიც მეორე ვერსიაც გავაკეთე მოცვის ზუსტად ისევე შაქარში ესე ვთქვათ ცოტა მოვწალე და აქ გვაქვს შვრია ცოტა ორი სუფრის kovzi ფქვილი ცოტა მარილი გვაქვს ისევ ცოტა შაქარი გვაქვს და დარიჩინი გვაქვს და შემდეგ ზეითუნიზეც დაამატებთ თუ კარაქს ეს უკვე თქვენი გემოვნების ამბავია პირდაპირ ესე ხელით უნდა უბრალოდ კარგად ჩააზივოთ და ასევე გატარებული ნუში დავამატეთ ამ შემთხვევაში და ზემოდან ნახეთ აი ესე ვაყრით უბრალოდ არის აი გრანოლასავით რაღაცა გამოვა ზემოდან კნატუნა ესე მოვაყრით და გავუშვით ღუმელში ვისაც ტრუფელი უყვარს ვაუ კი და შეიძლება მე რომ ერთ პარასკევს კი აუცილებლად გავაკეთოთ ან ლაშას გავუზიარებ იმ ტრუფელის რას იყენებთ აქ თვითონ ტრუფელს თუ აი არა დაახლოებით მსგავსია პროდუქტები და უბრალოდ კარგთან ერთად კეთდება და კი აი ძალიან ხრაშუნა ძალიან გემრიელია და თან ყველაფერ ესე ჩანსახ პროდუქტებს იღებ მასთან ერთად და შეგვიძლია იცი ახლა გამახსენდა ილიკუნა რომ ფუსფუსებდა და ეს ინგრედიენტები რომ დავინახე მივხვდი რომ რაღაცები მეც ვიცი ცოტა ვიცი ძალიან კარგათაც ვიცი ამას ახლა მე ღუმელში გავუშვებ და თქვენს კი ბატონო თემას მოусმენ სიამოვნებით შეწვის დრო რომ მომიშეწო ეს ერთადერთი სივრცეა სადაც არც ტელეფონი მახსენდება და არც არაფერი ფიქრები აი არაფერზე რო არ კი თუ არ ვიღებ აი არაფერზე რო არ ფიქრობ ზუსტად ეს არის ის სივრცე ჩემ შემთხვევაში ხა ვარჯიში კი კარგია მაგრამ აი ვარჯიშზე მივიდოდი იმიტომ რომ უნდა მივიდე და აი აქ საერთოდ ყველაფერი მავიწყდება და ეს არის ჩვენთვის განტვირთვის ადგილი წყარო რაშას გვეთანხმება ამაში რა თქმა უნდა ოღონდ ჯერ ხა ველოდები დავალებას ლიკუნამ რა დავალება კი ბატონო ლაშა ნახე ჩვენი პური ბაგეტი ასე ქვია ამ ფრანგულ პურს ან ასე შეგვიძლია ჩავჭრათ და ამ აქ მოვახდინოთ ყველაფრის შევსება ან ასე ჩავჭრათ ამ შემთხვევაში მე მოგიმზადე соуსი აქ არის არაჟანი ეს უფრო მარტივი გამოსავალი ეს უფრო მარტივია თუმცა მოსატეხად ეს უფრო ესეთია უფრო მარტივი აქ მოგიმზადე соуსი არაჟანში ცოტა კეჩუპი დავამატე ცოტა შავი პილპილი დავამატე, შეგვიძლია ნივრის ფხვნილიც დავამატოთ, რაც ჩვენ გვინდა, ცოტა ორეგანოც შეგვიძლია დავამატოთ და პირველი ეტაპი არის ის, რომ უნდა კარგად დავნამოთ. ორივე მხარე თუ ერთი? ორივე მხარე და შემდეგ უკვე დავიწყოთ აწყობა. ლორი, სოკო, პომიდორი, ყველი, ჩედარი, აი ყველაფერს მოგაწოდებ და შენი გემოვნები დაგვიწყე და შემდეგ ნახავ. კი, უნდა მოურიო. სხვათაშორის პარასკევს გაკეთებულმა ჩემმა ჰოტდოგებმა საოცარი რეზონანსი გამოიწვია. მივიღე შემოთავაზებები სხვათაშორის დიდი სპორტიდან დიდ კულინარიულ სამყაროში გნახავთ მალე? ჰოტდოგების დიდ სამყაროში მივიდა. ლაშას ჰოტდოგები. ჰოტდოგები ლაშასთან მაგალითად, რატომაც არა. დიდი ფურორი მოახდინა ლაშა შენა ჰოტდოგებმა მე ვარ მომხმარებელი გეყოლება ლაშა. და ასევე შენს მიერ შერჩეულმა ნაყინმაც, რომელიც ძალიან მოგვეწონა და დღეს ამ ნაყინს ჩვენს ცხელ დესერტთან ერთად მივირთმევთ. შეგახსენებთ, რომ კოპი არის იტალიური ბრენდი, რომელიც ექსკლუზიურად გუდლშია წარმოდგენილი. კოპის ნაყინებს წელს დაემატა ახალი გემოები, ფსტის ნაყინი, შოკოლადით და თხილით. ნაყინი ვანილის გემოთი, ალუბლისა და თხილის ნაყინი და რაც მთავარია კოპის ბრენდს აქვს ბიო ნაყინები გლუტენის გარეშე, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი არის მათთვის, ვისაც აქვს ეს აუტანლობა და სულ დაიძებს ესეთ პროდუქტებს. ლაშა, ერთი მხარე, ეხა მეორე მხარე. კი, მეორე მხარე, ეს გაშლილად გამოვაცხოთ, ეს აღარ გავკეთოთ. ხო, აი ეხა იმაში არ ვკეთავ. თუ ასეთი ფორმით გავაკეთებთ, ამას რა თქმა უნდა, აი აქ დავიწყებთ დანამვას და შემდეგ ფენა-ფენა თანაბრად გადავანაწილო, რომ მე როცა ისე კი არა, რა ქვია, რომ ჩადო გული და სული. კი, ვერ იგძნო რა პროდუქტია შიგ, აი ეს. კი ბატონო. საკმარის. კი, ლაშა, ახლა შენი გემოვნების მიხედვით აწყობ, რაც გინდა. რაოდენობას მნიშვნელობა არა. ბევრი ხორცი, რა თქმა უნდა. რაოდენობაც შენ გემოვნებაზე აბსოლუტურად. და თან ეს ისი როგორი სენდვიჩი თუ პიცა თუ არ ვიცი როგორ დავუძახოთ, ისეთი აი მთელი ოჯახისთვის შეგვიძლია ერთიანად შევდგათ და ღუმელში და შემდეგ რო გახუხუმდება, იქნება ესე ყველასთვის მოსატეხად. მარტივად, სწრაფად. კი ბატონო. ხო, ის მეორე ბაგეტია, რომელიც ის მეორე ბაგეტი არ ვიცი. როგორ კეთდება? აი ესე ლაშა ნახე, აქ უნდა მოათავსო. უბრალოდ ეს ხო უფრო ესეთია, ხო. გასაგებია. და ამგაც მე მეგონა მარტო სპორტი უყვარდა ძალიან და თურმე კულინარიაც მისი ყოფილა და ჩვენ ეს არ ვცოდნია. ვარც ეს იქ არის წასული. აღარ კამერები ახსოვს, აღარც მე და შემახსოვა. ყველი მე მგონი გვინდა რა. ხო, ყველი გვინდა აუცილებლად.
დი ესე დაგიდებ. ხო, ისე. კიდე მინდა. ესე იგი, ლაშა ამ საქმეს დიდი ხანი ვერ დაასრულებს და რეკლამის დროა უკვე ძალიან დიდი ხანია. ხო და რეკლამაზე ჩემ ამნახელოს მივირთვე და მე მოგიყვებით როგორი იყო. კი როგორ არა გაყოფ შუაზე აუცილებლად. ერთი ოაზისიდან მეორე ოაზისში. არ მოუდგენელი რა, არც ვერ ნაყინი აკლია. აი ნაყინი, ეს ნაყინი ზემოდან და უნდა ჩადნეს ალბათ, ხო ეს ნაყინი, თუ არ არის. როგორ? უნდა დაადნეს. არა, იცი რა არის, კი არ უნდა დაადნეს, აი პირდაპირ ცხლად უნდა მიირთვა და ცივი ნაყინი მიატანო, როგორც იცით, კოპის უგემრიელის ხო და ესეთი ანახე შიგნით ხილი ზემოდან კნატუნა გრანოლა არის, რაც შეეხება, რაც თავარია, პრინციპში თუ პურის ფქვილს, ანუ ხორბლის ფქვილს არ დავამატებთ, გლუტენის გარეშე გამოდის, რადგანაც ნაყინი გვაქვს ძალიან. ბაგეტის ამბავი, ნახე რა არის უბრალოდ. ლაშა კმაყოფილია. არა, ლიკუნას გაკეთებული რომელიც არის, ეს მომგვალე ოვალური რო არის. ხო, აი როდესაც ნახე დავტოვე, რომ მაყურებლისთვის მეჩვენებინა, ესეცია. გამოსაცხობია და ეს არის ესე, რომელიც უმარტივესად გადმომაწყვეტება. დავაგემოვნებ და თან კარკერტს და მეთანხმებით შემოლაშა, რომ მოხდება კარგი წვენიც და კაპით დაწყებული დღე არ შეიძლება რომ იყოს ცუდი, ასე რომ ჩვენ ესე საინტერესოდ გემრიელად გავაგრძელებთ დღევანდელ ჩვენს დღეს. აი ეს ნაწილი მინდა. ეს მე შენ იმსახურები შენ გაკეთებულია და დიდ იმსახურებ ნამდვილად. შენ გაკეთებულ იმასთან ეს უბრალოდ მოსატეხად არის, უფრო მოსახერხელი ყველაფერი კარგი გემოიგივეა სიყვარული ემოციებში ვართ ამ ყველაფრის პარალელურად, მაგრამ ჩვენ საერთოდ რო ამოიწურა დღეს მაყურებელს ვემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ და ხვალ რა თქმა უნდა შევხვდებით ერთმანეთს.